ხო და მე მიდის კომბინირებული კადრებია ეს ხერხიც მაგალითად მე მგონი სამჯერ არის გამოყენებული ფილმში და საინტერესოა სამჯერ როგორ connections აკეთებს რომ აქ ესე თქვა ეს როგორც ლენინი თავიდან აქაც იგივე vision-ის დონეზე არის რომ ლენინმა თქვა ინდუსტრიალიზაცია იქნება და ეს ინდუსტრიალიზაცია ჩდება როგორც vision მარცხენა მხარეს ანუ დიაგონალით ხდება აქ მერე მოგვიანებით იგივე ხერხს იყენებს ჰიტლერზე მაგალითად რომ ჰიტლერი და ჰიტლერი რასაც აკეთებს იგივე კომბინირებული კადრებით ხდება და მე როგორ ხდება ამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ჩვენება როგორ ხდება ეს დიდი მასშტაბით როგორც იგივე ოხრანის სტალინა იქაც იყენებს ამ ხერხს რომ ლოკალურ ინდივიდს აჩვენებს ლოკალურ ჯგუფებს და მე გადადის თქვა პოლონეთში როგორ ტირიან ჩინეთში როგორ ტირიან აქაც სულ ამ ხერხს იყენებს რომ აი ეს ჯგუფი არის პატარა რომელიც შედგება ქართველისგან უკრაინელისგან ასე შემდეგ მე აჩვენებენ მასობრივ დემონსტრაციებს ხო ეს ფოტო მომწონს ძალიან იმიტომ რომ გავს მარიას ჭირდა აზრი ეს დედის ამ რაღაცა პლაში აქვს მეტი არა მაგრამ ახალს რაღაცა მარიას როლი უჭერავს ანუ თვითონ სტალინი არის ღმერთი ქრისტე და მარია არის მისი დედის ასე ვთქვათ დედის კულტის წარმომადგენელი და საინტერესო რა არის რომ ხელში აქვს ეს ლაპატა და ეს არის რაღაცა საინტერესო დეტალი იმიტომ რომ ვთქვათ აქ პირველად ხედავ ამ ლაპატას რომ აშენებენ რაღაცას მე რაღაც მომენტებში მაგალითად ხანძარი რო ჩდება ეს ქალი მაინც ამ ლაპათით დარბის და სრულად არ ჭირდება ლაპათი იკონოგრაფია ხო იკონოგრაფია ზუსტად ხო და ეს პატარა დეტალი აკავშირებ იგივე ამ ქალთან ამერიკელი ინჟინერი ჩამოდის ეგრეთ დღევანდელი დღე გამახსენდა ანუ ამერიკიდან ჩამოყავს პროფესიონალები და ისინი აშენებენ ქვეყანას და ესე იგი იმათ აქვს ცოდნა მაგრამ ჩვენ გვაქვს мотивация და мотивაციით უფრო მაგრები ვართ და ამიტომ ეს კაციც ამერიკელი პროფესიონალი გაგიჟებულია რომ როგორ ააშენებს ქვეყანა უფრო მოკლე დროში ვიდრე თქვა შესაძლებელი არის საერთოდ. აქ ძალიან მაგარი მომენტია, იმიტომ რომ ააშენებენ ეს კაცი ვინც არის ამ თავარი დედის უფროსი ძმა ინჟინერი კირგიზეთშიც ხდება. ანუ ვერ მიხვდები სადაში იქაც აშენებენ, იქაც აშენებენ. ანუ ეს ტიპი იქაც არის და ისინი ეუბნებიან, вот типа строил, и тот, кто строил по нашим традициям, წყალში და ჩავაგდოთ. და ეს კაცი ამას მეო არ ამიშენებინა და თავარი სტალინი პასტროილ. ახალგაზრდა პატარა ბავშვების ჰეროიზაცია როგორ ხდება, იმიტომ ეს ბიჭი მანამდე მეგონი არის რაღაცა სცენა რო გაიქცევა და ცოტა რაღაცებს ითამაშებს და მე მოდის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეგონი офицер, он не тот, да, если чаубаем, сам что это, он вырастет героем, да, око героец, да, а ведь параллельно министру, это есть герой, там нам нужно хурабен, да, это баушит, мамалиски не хураба, но если туда гахтес изгмери, раз древандел рекламщик, да, хшират, и говорят, это таубебиста, потребавший в гмери гахтеби, მეუდება. ფაშისტები, ანუ ეს თქვა ჰიტლერი როგორც არის ნაჩვენები, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტიურად ჰიტლერი ასეთ როგორც ადამიანი არ ჩდება. ანუ აქაც ესეთ მისი სახე არ ჩანს, მისი ხმა ჩანს მხოლოდ რაღაცა ხმებით. ჰიტლერი ნაჩვენები როგორც აბსტრაქტული გეომეტრიული ფიგურები, ან როგორც ჭდილები. საფრანგეთის მხარი როგორ არის ნაჩვენები, რომ კაც საერთოდ არც აინტერესებს, არც პოლიტიკა და არც ომი არაფერი, მაგრამ მხოლოდ ქალები აინტერესებს და აი ესეც თქვა საბჭოთა კავშირის სექსუალური რეპრესია, როგორც ჩანს ამაში, რომ ეს კაცი ესე იგი მხოლოდ ქალებზე ფიქრობს და ამიტომ პასუხისგებლობა არ აქვს, არა მორალური ეთიკა არ აქვს, ხალხი კვდება, ეს კიდე ქალი აინტერესებს. ომი დასრულდა, უკვე გმირიც ასე ვთქვათ მომწიფდა, ხო, როგორც ხდება ხოლმე მოთხრობებში და მითოსებში, რომ გაივლის რაღაცას, არისტოტელის პრინციპის მიხედვით, რომ მე მოხდება რაღაცა, რაც გააძლიერებს ამ გმირს, გაიზრდება და ეს და აგაც ეგეთ მომენტი არის, რომ ერთად გადაძლიეს, ასე ვთქვათ, ომი. და ეს თელი გენერლები თუ რაღაცები არიან განან და ეს დიდი კადრი არის და ეს ერთმანეთს ხვდებიან. და აქ მაგალითად მე ძალიან მომწონს power relationship დამოკიდებულება. ანუ ჯერ ხელს მოაწოდეს, მე შემდეგი კადრი არის
სტალინი ხელს ქონცნის ამ ქალს. და შემდეგი კადრი არის ისე ეს ქალი ზემოდან ქვემოთ უყურებს ამ კაცს. ანუ პრინციპში ხელს კი მიაწოდებს, მაგრამ მაინც ესეთი ურთიერთობა არასოდეს არ რჩება. Человечество никогда не сможет забыть того, что наш народ сделал для спасения. От священных знаний и говорения мы полностью выполним все то, что он нам завещал.